დილამშვიდობისა მეგობრებო, ნახეთ როგორი მზიანი. უი, პრობლემში მოეპარა მზე. აი, გამოვიდა, ნახეთ როგორი მზიანი ამინდია ისრაელში. სიცოცხლე გიხარი ადამიანს პირდაპირ, იმიტომ რომ მთელი კვირა წვიმდა და საშინელი შტორმები იყო. ხა როგორც იქნა, კარგი ამინდი გამოგვიდა და მე რა თქმა უნდა გავემზადები და გავარდები გარეთ, იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს. არა, ბევრი საქმე არ მაქვს, მაგრამ ერთი პატარა საქმე მაქვს და დიდი ხანია გადავდე წვიმების გამო. ამასობაში მეგობრებო, ჩემმა ერთ-ერთმა მაყურებელმა თქვა, რომ შენი სახის კანის მოვლის რუტინა გაგვიზიარეო და რო იცოდეთ, სინამდვილეში გასაზიარებელი არაფერი არ არის, რომ ანუ ჩემი აზრით ასე უფრო ნაკლებ პროდუქტს იხმარ, უფრო უკეთესია, მაგრამ ეს ყოველდღიურობაში გულისხმობ, მაგრამ ხანდახან როცა სადღაც მივდივარ, ანუ ან ძლიერ მაკიაჟი უნდა გავიკეთო, ვიცი, მაშინ აუცილებლად ცოტა სხვა ხერხებს მივმართავ ხოლმე. არ შემოვიფარგლები მარტო სახის დამატენიანებელი კრემით. მოდი ახლა წარმოვიდგინოთ, რომ დღეს არის სწორედ ეგეთი დღე. პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახის კარგად გაწმენდა დილით და ღამით. ანუ ვერც დავიძინებ და სახლდანაც ვერ გავალ, თუ სახე კარგად არ ჩამოვიბანე. ყოველთვის ხმარობ ბიოდერმას სახის დასაბანს. სახე დღეს დილით რა თქმა უნდა დავიბანე, გავიწმინდე. მოდი ახლა შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში აუცილებელია ხოლმე ჩემთვის ტუჩის დატენიანება. ეს არის მაგალითად ივროშეს ტუჩის ბალმი. შემდეგი ეტაპი, რომ ეს ჩემი ჩაშავებული თვალები ამოვანათო ცოტა, არის აი ეს ფეჩები, რომელიც გამოვიწერე iHerb-დან. რო გითხრათ, რომ დიდი ხანი ვხმარობ, მოგატყუებთ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. შიგნითაც გამოიყურება ესე, ოქროსფერია და კაი ცივია. ხო, ეს უნდა გაჩერდეს 15 წუთის განმავლობაში. ხანდახან მინდა ხოლმე რომ ამის დრო და ხასიათი ყოველთვის გქონდეს. ხო, ორი ახალი ნივთი შევიძინე და მინდა რომ გაგიზიაროთ. პირველი არის ინგლოტის შავი ფანქარი, აი ესეთი თვალის ფანქარი, მე მაქვს ყავისფერი და ძალიან მომწონს ინგლოტის, ძალიან კმაყოფილი ვარ. მოდი ახლა გაჩვენებთ როგორია ხელზეც, აი უკვე წავისვი და ძალიან რბილია. და სანამ შრება, ადვილად მართვადია, ანუ შეგიძლია რომ კარგად გაბლენდო, მაგრამ როგორც კი შრება, ცოტა უკვე რთულია მისი გაბლენდვა. და ჩემი ფავორიტი მასკარა, ტუში, კლინიკის, ესეთი. ტუში არის ჩემი ფავორიტი. უკვე მესამე შევიძინე სხვათა შორის. მოვიხსნათ, არ ვიცი 15 წუთი გავიდა თუ არა, მაგრამ მე გადაწყვიტე რომ მოვიხსნა, იმიტომ რომ ცოტა მიჩქარება, ეხლა ცოტა ესე კარგად შევიზელ თვალის გარშემო და გადავალ ეგრევე სერუმზე, რომელიც მაქვს Glow Recipes. დავიტან ესე ხელზე, ჯერ და გადავინაწილებ სახელზე. და რადგან სხვა კრემი ამ ეტაპზე არ მაქვს, ეს იქნება დღეს გამოვიყენებთ ემბრიოლისის ამ კრემს დამატენიანებელს. რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან რთული სიტყვა აღმოჩნდა დამატენიანებელი. ეს არის ჩემი სახის კანის მოვლის რუტინა, ღამით აუცილებლად ვახსენე ვიბან კარგად სახეს. და შემდეგ ვიტანაი ამ თვალის სერუმს და შემდეგ აი ღამის კრემს იუსერინის, რომელიც უკვე მესამედ გამოვიწერე სხვათა შორის iHerb-დან და ძალიან მომწონს, ამას რეტინოლიც აქვს, თუ არ ვიცი, თუ არ ვწდები, ხო, რეტინოლიანი და ძალიან კმაყოფილი ვარ, უბრალოდ კარგად ატენიანებს სახეს. და ამის გარეშე მე არ ვიძინებ, ეს არის Laneige-ის ტუჩის ნიღაბი, რაც ძილის წინ ყოველთვის დავიტან ხოლმე და ანუ ამის გარეშეც არ მძინავს, ეს არის, სხვა არაფერს არ ვაკეთებ. და ეხლა გადავალ მაკიაჟზე, მინიმალისტურ მაკიაჟზე. ხო შორის სახის კანს არ ვუჩივი, მაგრამ გამონაყარი ხანდახან აი აქ მაქვს ხოლმე ნიკაპის მიდამოებში. დავიწყებ ამითი კონსილერით,
ჩემი ამოღამებული თვალები, ჩემი გაშავებული თვალები ცოტა ამოვინათოთ. ისიც ამ სუბუქად. შემდეგი არის წარბი, როგორც ყოველთვის და როგორც წესი. და წარბისთვის ჩემი შეუცვლელი ფანქარი არის Benefit-ი. გადავედით შემდეგზე, ეს არის ფერუმარილი ბლაში Rare Beauty-ის. ეს არის Resilience. თუ Hope-ი, ორი ცალი მაქვს, შესაძლოა ძალიან მომწონს Selena-ს ბლაშები. მაგრამ მოდი დღეს დავიტან ვარდისფერს, ცოტა მოვარდისფროს. Hope. და ტონალურს არ ხმარობ ხოლმე. ეს ყოველდღიურად, ისედაც ტონალურია, ეს სრული დაფარვით ძალიან დიდი ხანი არ მიხმარია. ორი ცალი მაქვს, ანუ თუ სადმე გავდივარ ხოლმე და ისეთ ძიმე მაკიაჟს ვიკეთებ, მაგ შემთხვევაში ვხმარობ Estée Lauderis ტონალურს, მაგრამ აი ისე ყოველდღიურად, რა ვთქვა, სამსახურში და სადმე თუ მივდივარ, Narcis გავწმინდო, ჭურჭრიანს ხარ და განახეთ. Narcis აი ეს სისი კრემია მე მგონი თუ არ ვწდები და ამას ვურევ ხოლმე მიზონის BB კრემთან და ეს არის ჩემთვის საუკეთესო კომბინაცია. ბლაშით წაბისვი და გადავედით წამწამზე. ჩანს წარბი? წამწამი და წამწამი რატომ ერევა ერთმანეთში? ვინმე შეგიძლიათ ამიხსნათ რა უბედურებაა? ეხლა გადავდივართ ტუჩზე და ტუჩზეც ეს მაქვს ლანეჟის ორი ტუჩის ბალმი. მოდი დღეს წავისვა, ყავისფერი არ მინდა, ვარდისფერს. ძალიან კაია, ძალიან მომწონს. კოცრავად. თქვენს თუ მოგეწონებათ. ბოლო ნაწილი ჩემს გამზადებაში ცინცხალ ელფერს მატებს სახეს. საიდან ვიგონებ? ამას დღეს და ამას ხო საერთოდ ვარდის სურნელი უდის რაღაცა საოცარი. თქმა უნდა ამ პროდუქტსაც მაშინ ვხმარობ, როდესაც მეტიჩრობის ხასიათზე ვარ. და დღეს ნამდვილად ეს დღეა. აი, წავედი ხა ჩავიცვა. თქოს რაღაცები შევიძინე ამ დღეებში და აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს ბოლო დროის შეძენილ ნივთებს. დიდი არაფერი არ არის, მაგრამ მაინც იცოდეთ, ვიცი რომ აი ძალიან გაინტერესებთ. ჩავიცვი, გავემზადე, გამოვიწყო ძალიან სპორტულად, იმიტომ რომ ისეთ საქმეზე მივდივარ, რომ დიდად გამოპრანჭოს არ მოითხოვს. დავიწყოთ მანგოთი. შევიძინე ეს არაჩვეულებრივი და ულამაზესი ჯემპრი წითელი. ეხლა გადავიცვამ და გაჩვენებთ აუცილებლად. აი ესეთი ლამაზია, ძალიან თბილი, ღუნღულა. ძალიან მომწონს ეს თეთრი მაისურები ქვევიდან, ესეთ ჯემპრებში და ეს დაბლაც რო ჩანს, მე მგონი ძალიან ლამაზია. სტრუქტურის არის. შემდეგი შენაძენი არის Originals-იდან. აქ როგორც წესი, აქვთ ხოლმე ამ მაღაზიაში აგები, ან უგები, როგორც ეძახით, ბირკენშტოკები, A6 კიდევ არის ესეთი ბრენდი, ძალიან ლამაზი ბოტასები აქვთ ხოლმე. ამჯერად მე შევიძინე ბირკენშტოკები. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, მეყიდა თუ არა, დაახლოებით 1 წელი, იმიტომ რომ შაშანაც მინდოდა რომ შემეცინა, მაგრამ ვფიქრობდი რომ ანუ ჩემ სტილში არ ჯდებოდა, მაგრამ თელ-ავივში და ზოგადად ისრაელში ყველასაცვია ბირკენშტოკი და ვიფიქრე, მეც ხო არ გამოვაკლდები ხო მეთქი ამ ყველას და ავდექი და ვიყიდე, იმიტომ რომ ჩემ ქმარს უნდოდა ძალიან ბირკენშტოკი. ორივემ შევიძინეთ ერთნაირი ბირკენშტოკები. ვნახოთ აბა როგორ გამოვიყენებ. წესით და რიგით საჯლაგუნოდ კარგი უნდა იყოს. ეს ბოლოა სხვათა შორის. არა, შარვალით შევიძინე, იმასაც გაჩვენებთ. ეს არის Parfois შარფი. სერი ღუნღულა. ძალიან ლამაზი ხარ, ვიცი, ძალიან ერთფეროვანი.
მაგრამ ძალიან ღუნღულა და ზოგადად სერზე ვგიჟდები. აი მე ესეთი თბილია ღმერთო. აი ესეთი შარვალი, არ ვიცი ხა კარგად ჩანს თუ არა, მაგრამ ცოტა თბილია. აუდნავ, ანუ ამას ზაფხულში ისრაელში ნამდვილად ვერ ჩავიცვამ. პროსტად მარტო ისრაელში, საქართველოში ზაფხულში ვერ ჩავიცვამ. ეს არის რაღაც საგაზაფხულო, საშემოდგომო. ესეც შევიძინე მანგოში და ცოტა დიდი ავიღე ერთი ზომით, რომ მქონდეს თავისუფლად, რა თქმა უნდა, ბოლოში შესამოკლებელია, როგორც ყველა შარვალი და ეხლა წავიღებ და ისე შემიმოკლებენ, რომ საერთოდ მექნება კოჭებამდე, რასაც ვერ ვიტან. აი ესეთია. ეს იყო ჩემი ნოემბერი, დეკემბრის შოპინგი, ასე ვთქვათ. არ მიყვარს ზოგადად ბევრი ნივთების ქონა. ამიტომ ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ცოტა ვიყიდო. წავედი ხა გავიქეცი ჩემ საქმეებზე. დავბრუნდი, სახლურად გამოვიცვალე და ეხლა მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემი iHerb-ის შეკვეთა მოვიდა და ეხლა მივიდა რომ გამოვიტანო. ძალიან სახლურად გამოვიყურები. მაგრამ ძალიან მიყვარს ესეთი სამოსი სპორტული. გავხსნათ და ვნახოთ. და გამოვიწერე. ქვევია. დამატენიანებელია. ეს სეტაფილი, ხოთ ერთი დავტესტოთ, რომ ჩემი საყვარელი ტანისასაბანი გელი და აკნეზე, გამონაყარზე მისაწებებელი ფეჩები. ეს გამოიყურება. ოკეი, თანკაი. კარგად მოვკალათ დი ჩემს საყვარელ საბარძელში, კომფორტულად, სახლურად. ალბათ როგორც სათაურიდან უკვე მივხვდით, დღეს უნდა ვისაუბროთ ჩვენ ცელიაკიაზე. მოდით ჯერ დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის ცელიაკია. ცელიაკია არის ავტოიმუნური დაავადება. ბევრს ამაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე არანაირი ექსპერტი არ ვარ. უბრალოდ ორი სიტყვით გეტყვით. როგორც კი ცელიაკიის მქონე ადამიანი ჭამს გლუტენს, მისი ორგანიზმი ამას აღიქვამს როგორც მტერს, ებრძვის საკუთარ თავს და ამის ფონზე ზიანდება ნაწლავები. ცელიაკია და გლუტენზე ალერგია ორი სხვადასხვა რაღაცაა. ამასაც არ ჩაუღრმავდები დიდად, ძალიან პატარა განსხვავება მაგათ შორის, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცელიაკია არის ავტოიმუნური დაავადება. მოკლედ ესე ვიტყვი. რა კავშირი შეიძლება გქონდეს ცელიაკიას ჩემთან? ეს არის კითხვა, რომელიც არასდროს ჩემს ცხოვრებაში 6 თვის წინ არ გამიჩნდებოდა. მაგრამ ზუსტად 6 თვის წინ გაჩნდა ეჭვი, რომ მე ვარ ცელიაკი და საიდან მოდის ახლა ეს ეჭვი. სისხლის ანალიზს წელიწადში ორჯერ მინიმუმ მაინც ვიტარებ. არა, კაი, ვიტყუები წელიწადში ერთხელ მაინც ვიტარებ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ანალიზის დროს ჩემმა ოჯახის ექიმმა, როცა დამირეკა, როდესაც გადაგვიხედა ჩემი სისხლის ანალიზის პასუხებზე, რაღაცა ცვლილებები შენიშნა ღვიძლის მოქმედებაში. სწორედ აი ამ საეჭვო ცვლილებების გამო გამაგზავნა ანალიზზე, რომელსაც ქვია IgA, ეს შემოკრებით ვამბობ, თუმცა სულ სახელწოდებას აი აქ დაგიწერთ და სწორედ აი ამ სისხლის ანალიზის მეშვეობით დგინდება ცელიაკია გაქვს თუ არა ადამიანს. ზღვარი დაახლოებით არის 15 მაჩვენებლის, მაგრამ რაც უფრო მაღალია ეს ციფრული მაჩვენებელი, მის შანსია რომ ადამიანს ჰქონდეს ცელიაკია. ჩვენ შემთხვევაში თუ არ ვწდები მქონდა 55 თუ 50 სადღაც არის მაგათ შორის მაჩვენებელი და ზუსტად ჩემი ექიმი დარწმუნებული არ იყო ამ მქონდა თუ არა ცელიაკია, ამიტომ გამაგზავნა, გამეკეთებინა ბიოპსია. ბიოპსია არის უტყუარი მაჩვენებელი იმისა, გაქვს თუ არა ცელიაკია. დაჯერება არ მინდოდა იმისა, რომ მქონდა ცელიაკია, ამიტომ გავიკეთე ერთი ანალიზი, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე და ბოლოს უკვე, როცა სამივე ანალიზში, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე პასუხი ამომივიდა, გადავწყვიტე, რომ ბიოპსიაც ჩამეტარებინა და ნამდვილად დამედგინა 100%-ით ყოფილიყავი დარწმუნებული ჩემს დიაგნოზში და ასეც მოვიქეცი. და ბოლოს უკვე, ჩემმა ოჯახის ექიმმა მითხრა, რომ სასწრაფოდ დიეტა უნდა დაიწყო და გლუტენი უნდა ამოიღო შენი კვების რაციონიდანო. აბსოლუტური შოკი მქონდა. ალბათ გაგიჩნდება კითხვა, რასაკვირველია, რა სიმპტომები მქონდა. არანაირი. სხვათა შორის არსებობს ორი სახის ცელიაკია, ერთი არის ჩუმი, ან წყნარი ცელიაკია, როდესაც ეს გარეგანი
სიმპტომები არ გაქვს, მაგრამ ორგანიზმში რაღაცები მაინც ზიანდება, რომელიც მე მქონდა და არსებობს მეორე სახის, როცა ადამიანები განიცდიან ტკივილს, მუცლის არეში, შებერილობას, უამრავი სიმპტომი აქვს, მაგალითად, სულ დაღლილი რო ხარ, შეიძლება ეგეც იყოს ცელიაკიის სიმპტომი, სულ რო გეძინება, ეგეც შეიძლება იყოს ცელიაკიის სიმპტომი. უამრავი ხალხი, აი, ვერც კი ჩამოგიცვლით, თითებიც კი არ მეყოფა, იმდენი სიმპტომი აქვს ცელიაკიას, გამონაყარიც იცის სხვათა შორის. მე პირადად არანაირი სიმპტომი არ მქონია, არანაირი ტკივილი, არანაირი რაღაცა ისეთი არაფერი შემიმჩნევია, რაც მაფიქრებინებ და რომ შეიძლება ცელიაკია მაქვს. ან მეორე ვარიანტი ეხლა რო ვფიქრობ, რომ იმდენად შეჩვეული ვარ ჩემი ცხოვრების წესს, რომ საერთოდ არც მიფიქრე, რომ რამე მწყობრში არ არის. მასაც აღნიშნავ, ეს მნიშვნელოვანია, რომ ცელიაკია რაღაც არ არის შეძენილი, ესე გზადაგზა შევიძინე, ცელიაკია ესეთი რაღაცა არ არსებობს, ეს არის თანდაყოლილი, ან გაქვს, ან არ გაქვს. არის გენეტიკური სხვათა შორის, ესეც აღსანიშნავია. და უბრალოდ შეიძლება ცხოვრების განმავლობაში მოხდეს ისეთი რაღაცეები, რამაც გამოაშკარავოს მერე ცელიაკია, რაც ჩემ შემთხვევაში მოხდა. ჩემს ოჯახში, ანუ ჩემებმაც გაიკეთეს ანალიზი, იმის შემდეგ რაც მე დამიდგინდა ცელიაკია, მაგრამ არავის არ აღმოაჩნდა საბედნიეროდ. მე ექიმი მეხუმრებოდა, რომ შენ დაგლოცავ მარტო ღმერთმა ასეთი არაჩვეულებრივი ავტოიმუნური დაავადებით და მეთქი კი ნამდვილად დალოცვილი ვარ ღმერთისგან ქართველი ქალი, რომელიც გემრიელ ცხელ-ცხელ შოთის პურს ვეღარ შეჭამს. მიუხედავად იმისა, რომ 6 თვის წინ გაჩნდა ჩემს ცელიაკიაზე ეჭვი, სამწუხაროდ ბიოპსია მომიწია ძალიან სამწუხაროდ საბედნიეროდ, ბიოპსია მომიწია ძალიან გვიან. მაქსიმალურად ვწელავდი დროს, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ვიყავი კორეა, იაპონიაში და ნამდვილად არ მინდოდა რომ ეხა იმაზე მეფიქრა, რომ სად ვჭამო და რა ვჭამო და გლუტენი არის თუ არა, ამიტომ ძალიან გამიხარდა რომ მითხრეს რომ ანუ სანამ ბიოპსიას არ ჩაიტარებო, გლუტენი არ ამოიღო შენი რაციონიდანო, ასე რომ თავის არ შემიწუხებია დიდად, მოკლედ მე საქართველოს მე ვიყავი საბერძნეთში, მე ვიყავი საქართველოში რა თქმა უნდა და აი საქართველოს მე უკვე დამიდასტურდა და იცით რა მომენტი მქონდა, აი რაღაცა რომ ძალიან გიყვარს, ანუ ჯერ ხო რაც ეს ვლოგები დავიწყეს, თუ გავიძახი გურმანი ვარ, ჭამა მიყვარს, მიყვარს ასე შემდეგ, თან პურზე ვგიჟდები, აი ჩემო ყველა მეგობარმა იცის როგორ მიყვარს პური. ისე მატკინა გული, რომ საერთოდ გლუტენისკენ გახედვათ და დანახვაც კი აღარ მინდა, ეხლა ესე ვცნობ თავს. ხელში ძალიან ბევრს აქვს ცელიაკია, შესაძლოა არის უამრავი პროდუქტი მაღაზიებში, ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც არ უნდა წახვიდე. სხვათა შორის გავიგე, დავადგინე, რომ რამდენიმე მაღაზიათა ქსელში, როგორც არის ღამილევი, ეს ერთი და გეშეთ ამიმ, მანდ არის ძალიან დიდი სტენდები უგლუტენო პროდუქტის და ჯერჯერობით არ წავსულარ, მაგრამ ძალიან მინდა რომ ხვალ წავიდე და ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ. რა თქმა უნდა, პროდუქტები 100-ჯერ უფრო ძვირია ჩვეულებრივ პროდუქტზე. ისრაელში მაგალითად იმ დღეს პური ვიყიდე და 750 გრამი იყო პური და გადავიხადე 26 შეკელი, რაც დაახლოებით არის 20 ლარი. მაგრამ ძალიან გემრიელი პური იყო, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რაც აქამდე ვჭამე, ყველაფერი არის ძალიან გემრიელი. ჯერჯერობით არაფრის გამოცხობა და გაკეთება არ მიცდია, იმიტომ რომ გული მქონდა რაღაცნაირად დაცურებული, მაგრამ ეხლა უკვე მოვედი ხასიათზე და როგორც კი იმ ფქვილს ვიპოვი, რაც მონიშნული მაქვს, აუცილებლად შევეცდები, რომ რაღაცა რეცეპტები დავტესტო. ძალიან გული დამწყდა იმაზე, რომ აი ნუ ეხა სადმე რომ წავალ სამოგზაუროთ, ან მეგობრებთან ერთად გავიდე სადმე, უნდა ვიფიქრო იმაზე თუ არის თუ არა რაღაცა უგლუტენო საჭმელი მენიუში. ანუ ყველა რესტორანში არის რაღაცა უგლუტენო, მაგრამ იმის გამო რომ ერთად მზადდება უგლუტენო და გლუტენიანი საჭმელი, ხდება ჯვარედინი გადაკვეთა, დაბინძურება. ამ ორ პროდუქტს შორის, ანუ არ შეიძლება სიტყვაზე, რომ იგივე დანა, რაც მე გამოვიყენე თორმეტი პურის დაჭრისას, მივიდე და 2 წუთში მერე უგლუტენო პური დავჭრა სიტყვაზე. ამიტომ ამის საშიშროება ყოველთვის არის, რომ შეიძლება ერთი პატარა ნამცეცი მოხდეს ორგანიზმში და თქვენი რჩევაც მეკითხა. ანუ საჭიროა მართლა ჩემი საკუთარი ჭურჭელი მქონდეს თუ არა, იმიტომ რომ ზოგი ამბობს რომ კიო, ზოგი ამბობს არა და ვეღარ გავიგე. რა გავაკეთო? ჯერჯერობით არ მაქვს ჩემი საკუთარი ჭურჭელი, უბრალოდ სანამ ანუ მაქვს ჩემი კარაქი მაგალითად, ჭიქა და ასე შემდეგ. მაქვს ხო, ანუ საერთოდ არ გამომიცვლია არაფერი, მოკლედ და ძალიან მაინტერესებს
იმ ადამიანების აზრი, ვისაც ცელიაკი აქვს, ან ცელიაკიან ადამიანებთან გაქვთ შეხება, იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება ცვლით თუ არა ჭურჭელს ნამდვილად. ჩემ და გასაკვირად აღმოჩნდა, რომ გლუტენი შეიცავს იმაზე უფრო მეტი პროდუქტი, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ეს შეიძლება იყოს ტუჩსაცხი, შეიძლება იყოს კბილის პასტა, სხვა შორის ტუჩსაცხი, რასაც მე ვხმარობ, ეხლაც გიზიარებთ ორ ტუჩსაცხს, ლანეჟის, ეგენი არიან უგლუტენოები, მაგრამ როგორც გავიგე, უმეტესობა პროდუქტების ტუჩსაცხების, რაც ახლა გამოდის, არის ძირითადად უგლუტენო. კბილის პასტას ვხმარობ სენსოდინს, რომელიც არ შეიცავს გლუტენს, ყოველ შემთხვევაში მე ესე გავიგე, მაგრამ არის Colgate, რომელიც ზუსტად ვიცი ასევე რომ არ შეიცავს გლუტენს, მაგრამ ძირითადად ყოველ შემთხვევაში უნდა გადაამოწმო ყოველთვის გაქვს თუ ანუ შეიცავს თუ არა გლუტენს და ანუ ChatGPT არის ჩემი პირველი დამხმარე და ყოველთვის ვეყენებ რომ გავარკვიო, დავაზუსტო არის თუ არა გლუტენი ამ პროდუქტის შემცველობაში. შოკოლადების უმრავლესობას აქვს გლუტენი, კონსერვების უმრავლესობას აქვს გლუტენი და როგორც ჩემმა დიეტოლოგმა მირჩია, თუ არ აწერია, არ შეიცავს გლუტენს, ესე გამოკვეთილად, მაშინ ჯობია რომ ის პროდუქტი არ მიიღო. ხალხი უკვე მეუბნება რომ სულ ცოტა რომ შეჭამო გლუტენიანი რა მოხდება? ანუ არ შეიძლება ხალხი გამორიცხეთ. ხა რო გითხრათ რომ რაღაცა ცვლილებებს ისეთ გრძნობ, ნამდვილად მოგატყუებთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით არაფერი მიგრძნია. როგორც გავიგე, ამას დიდი დრო სჭირდება. რაღაცა შეიცვალოს ორგანიზმში, შეიძლება ეს იყოს 1 თვე, შეიძლება 2, 3, 4, 5, 6 და ასე შემდეგ. ანალიზებიც, როგორც ვიცი, 3-დან 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გული დამწყდა, რომ გავიგე რომ ცელიაკია მაქვს, მივხვდი ერთ რაღაცას, რომ მადლობა ღმერთს, რომ თავის დროზე აღმოვაჩინე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე რაღაცა გარეგანი, ანუ რაღაც ესეთი გარეგანი სიმპტომები, ან ტკივილები არ მაქვს, მაინც ვნებს ჩემს ორგანიზმს და ჯობია რომ ესეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, ადრე აღმოაჩინო, ვიდრე გვიან, მე უკვე როცა ძალიან გვიანია, ახლა რაღაცის შეცვლა მაინც შემიძლია, რომ ჩემი ორგანიზმი გავაუმჯობესო. სწორედ იმიტომ, რომ მე არ მაქვს რაღაცა ესეთი ტკივილი, არ განიცდი რაღაცა ტკივილს და დისკომფორტს გლუტენის მიღებისას, ჩემთვის კიდევ უფრო რთული იყო იმის მიღება, რომ ნამდვილად ცელიაკია მაქვს, იმიტომ რომ როგორ ვფიქრობდი, ანუ საერთოდ არაფერი არ მტკივა, არ მაწუხებს და რანაირად მაქვს ცელიაკია. რომ შევაჯამო დღევანდელი ეს ჩემი გულახდილი საუბრები ცელიაკიაზე, გეტყვით, რომ ძალიან გთხოვთ არ უგულებელყოთ, მიხედეთ თავის დროზე, იმ რაღაცა სიმპტომები არ გქონდეთ ესე გარეგანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენს შიგნით ორგანიზმში ხდება. სხვა შორის აღსანიშნავია, რომ ცელიაკია არ ინკურნება, ანუ მთელი ცხოვრება უნდა ვიყო უგლუტენო დიეტაზე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ, ჭამეთ ის, რაც გსიამოვნებთ და იცხოვრეთ უბრალოდ ბედნიერად, იმიტომ რომ არ იცი საიდან რა შეიძლება გამოხდეს და გამოძვრეს მოკლედ ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებაში. სულ ეს იყო, რაც მე დღეს მინდოდა ცელიაკიაზე გამეზიარებინა თქვენთვის. აუცილებლად წავალ მაღაზიაში და ვნახავ პროდუქტებს, უგლუტენო პროდუქტებს, აუცილებლად გაგიზიარებთ, რა საკვირველია. წავედი ახლა, გავემზადო, იმიტომ რომ დღეს ვხვდები ჩემს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს Viber-იდან. ჩვენ კი შევხვდებით ხვალ მაღაზიაში. როგორც დაგპირდით, მივდივარ სუპერში მაღაზიაში, რომ შევათვალიერო უგლუტენო პროდუქტი. ამ მაღაზიაში მოვედი. ეს კი პატარა სკანერებია, რომელიც კალათას უმაგრდება, რაც კი პროდუქტს იღებ თაროდან, ეგრევე ასკანირებ, შენი კალათის ჯამური თანხა ჩანს რეალურ დროში და სალაროში უბრალოდ მიდიხარ და იხდი სრულ თანხას. ანუ ხელახლა სკანირება აღარ გჭირდება. ძალიან დიდი მაღაზია, ხო, გავგიჟდი, გადავირიე. აქ არის სეილები, ფასდაკლებული ნივთები. ნინჯაც კი აქვთ. იფიფე კარგად გამოიყურება ზეთისხილი.
ჯერჯერობით ვერ მივაგენ იმ განყოფილებას, სადაც უგლუტენოა ყველაფერი. დავეძებ. ვიპოვე პასტა უგლუტენო 2 ცალი 20 შეკელი, მშვენიერია. ესეთი გამოვიწერე რუმოსი ზუსტად. ვერმიშელი უგლუტენო, მაგარია. ესეც უგლუტენოა. ესეც სპაგეტის არის უგლუტენო. ეს წვნიანში ამატებენ ხოლმე ამას, ხრაშუნები, ესეც უგლუტენოა. სიმინდის ფქვილია. ეს არის პურის ფქვილი. 17 შეკელი ღირს. სადღაც 14-13 ლარი. ხორცხოვილები ესეც უგლუტენოა, 8 შეკელი ღირს, 9, სადღაც 7 ლარი. შოკოლადის ნამცხვრის მიქსი. არ ვიცი ეს რა ღირს. 16 და 80, 17 შეკელი, 15 ლარი. საერთოდ არაფერი არ მომეწონა, ხო, გავდივდი და დავირიეთ, ყველას წავედი, ესე იგი და ჩემს სახლთან ახლოში არის ერთი მაღაზია, ძალიან საყვარელი, პატარა და იქ წავალ და იქ ვიყიდი ყველაფერს, რაც მჭირდება. ყველად გამოგოდიავდი. მაგრამ არა, ყველად არა, ვნახე დავათვალიერე. შემდეგ ისიც მეცოდინება. აი ეს მაღაზია. ამასობაში კი ყველა სახის ფქვილი გამოუგონიათ, როგორიც არის კარტოფილის ფქვილი, ბრინჯის ფქვილი, ხუმუსის ფქვილი და კიდევ მრავალი, რასაც აი ამ თაროზე ხედავთ. ძალიან ბევრი პროდუქტი შეიცავს გლუტენს და მათ შორის არის სოიო. იქნა ვიპოვე უგლუტენო სოია და აუცილებლად წავაცუნცულებ სახლში. აი ამ სტენდზე, რასაც ხედავთ, ყველაფერი არის უგლუტენო. ხო ვამბობდი, ამ ჩემ პატარა მაღაზიაში უფრო ბევრი რაღაცა უგლუტენო, ვიდრე იმ უზარმაზარ მაღაზიაში. პურის მრავალ სახეობებსაც არ ვუჩივით, აგერ ყველანაირი ფორმის, ზომის და წონის გვაქვს და ძალიან გემრიელი, როგორც უკვე აღნიშნე. შვრის პაპას აუცილებლად წავაცუნცულებ სახლში, იმიტომ რომ დამიმთავრდა და მე დაახლოებით 2 წელიწად-ნახევარია შვრის პაპის გარდა დილით არაფერი არ მიჭამიან. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, მაგალითად, როცა მოგზაურობ ან მეგობრებთან ერთად გავდივარ სასაუბროდ. ეს ორცხობილები უგლუტენოებისთვისაც კი ძალიან გემრიელია. მე სანამ გავიგებდი, რომ ცელიაკია მქონდა, ხშირად ყიდულობდი ხოლმე ამ არაჩვეულებრივ ნამცხრებს. ეს ქოქოსის ჩიფსები ჩემი ამ თვის აღმოჩენა უგემრიელესია, მაგრამ ძალიან კალორიული, დაახლოებით თუ არ ვწდები 520 კალორია აქვს აი ამ პატარა პაკეტს. ამასობაში ჩემი ამ კვირის ვლოგის დასასრულს მივუახლოვდა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. შევხვდებით შემდეგ ვლოგში. რაც თავარი არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა.